და იწყება მეგობრებო თითქმის ერთთვიანი მოგზაურობა. პირველი გაჩერება არის ნიუ-იორკი, მერე ვეგასი. ვეგასიდან მერე გადავფრინდები არგენტინაში და არგენტინიდან მერე წავალ ანტარქტიდაზე. მოკლედ ძალიან დიდი მოგზაურობა იწყება, თუმცა ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ ჩემს მოგზაურობას ნიუ-იორკში, წინა საახალწლო ნიუ-იორკს გაჩვენებთ და ვეგასში, სადაც დავესწრები მერაბ თვალიშვილის ჭხუბს და კიდე ბევრ საინტერესო რაღაცებს ვნახავთ მოკლედ ამ ვიდეოში. სანამ წავალ ძალიან მაგარი ამბავი უნდა გითხრათ. ალბათ შეამჩნევდით ჩემს წარწერას ნომიო. ეს არის ახალი კომპანია, ჩემი და ჩემი მეგობრების აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც თქვენ ინტერნეტი გექნებათ სოფლიოს ნებისმიერ წერტილში, თან გექნებათ ძალიან მაგარი ინტერნეტი და საუკეთესო ფასად. აი მეგობრებო, ესე გამოიყურება ნომიოს აპლიკაცია. შევდივართ და აქ არის, რა ვიცი, ნებისმიერი ქვეყნის ინტერნეტი, სხვა გიგაბაიტები, სხვა პაკეტები. თავისუფლად შეარჩევთ თქვენთვის სასურველ პაკეტს და სოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოკლედ ისარგებლებთ ინტერნეტით. ასე რომ ახლავე ჩამოტვირთეთ ნომიო და როდესაც წახვალთ სამოგზაუროდ, გამიხსენეთ და ისიამოვნეთ აი ამ არაჩვეულებრივი აპლიკაციით და არაჩვეულებრივი ფასებით. წინ დიდი ფრენები მაქვს მეგობრებო, ჯერ სტამბულში უნდა ჩავფრინდე ხა და სტამბულიდან მერე ნიუ-იორკში. და რაც მთავარია, მთელი ეს მოგზაურობა თქვენ იქნებით ჩემთან ერთად. მოკლედ ამ კამერას არ გავაგდებ ხელიდან და რასაც გავაკეთებ, ყველაფერს გადავიღებ და გაჩვენებთ. 18 საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩამოვედი. აეროპორტში ვარ, ამ წამს გავიარე სასაზღვრო კონტროლი, სტანდარტული კითხვები დამისვეს, რამდენი დღე რჩები, სად რჩები, თანხა რამდენი გაქვს და უკან როდის მიდიხარ რა. არაფერი ისეთი, ძალიან მარტივად გამოვიარე საზღვარი. ეხლა ველოდები ჩემ ჩანთას, მერე გავალ, მეგობარი მხდება და მანქანით წამიყვანს ჩემ სასტუმროში. ინტერნეტი უკვე გავააქტიურე, ნომიო და ძალიან მიხარია, რომ ჩემი კომპანიის ინტერნეტით ვისარგებლებ მთელი ეს მოგზაურობა. და თქვენს გირჩევთ, გადმოტვირთეთ და ისარგებლეთ. კაი ხანია, მოკლედ რაც ფოსფორისფერი ჩანთა მაქვს რა და გავარ ხა ჩანთის რიგში ველოდები ბიჭო არა და არ გამოდის ეს ჩემი ჩანთა. გავიდა ვაფშე ყველა წავიდა და მერე გამახსენდა რომ ეისერმა ახალი ჩანთა მაჩუქა და ახალი ჩანთი და წავსული. ეს გახლავთ ჩემი ახალი ჩემოდანი, პრედატორის ძალიან მაგარი. დადის თურმე კრუგზე ეს ჩემოდანი და ეს ხوას ველოდები. გამოვიწყდა რომ ეს ხმა წამოღებული. მეგობრებო, კახა გაიცანით, ჩემი ძმა და მეგობარი. მოკლედ აქ ცხოვრობს ნიუ-იორკში. რამდენი ხანია? 6 წელია. 6 წელია აქ ცხოვრობს რა. ესეც მანჰეტენი მეგობრებო, გამოჩნდა. ესეთი ამბებია მეგობრებო ნიუ-იორკის ქუჩებში. საცობებია. როგორც ხედავთ. აი ეს გახლავთ ჩემი სასტუმრო. ვოკო, ესე ქვია. და მანჰეტენზეა რა. აი, კარგი სასტუმრო. გაჩვენებთ ჩემ ნომერს, როგორ გამოიყურება. ესეთი ნომერია. დიდი ზომის არ არის, მაგრამ საკმარისია რა. ესეთი ნომერია და ესეთი ხედები გვაქვს. ერთი ღამე ეს ნომერი ღირდა $300 დაახლოებით და რა თქმა უნდა ამაზე ბევრად ძვირები ღირს სხვა უკეთესი სასტუმროები. ცუდი ესეც არ არის. ეგარი, ეხლა დავისვენებ ცოტას და მერე გავალ გარეთ, რაღაცები უნდა ვიყიდო და გაჩვენებთ ასევე ნაძვის ხესაც. 2 წამით ვერ გავშერდი სასტუმროში, გამოვედი ეგრევე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელაგზე გამოვიარე, დავიღალე. ეს ქალაქი ისე მიყვარს, რომ სასტუმროში აქ დროს ვერ დავკარგავ. ეხლა გამოვედი, მივდივარ. მოდი პირველ რიგში დავიდეთ Times Square-ისკენ. და მერე კიდე რაღაცები უნდა ვიყიდო დღეს. მაგასაც გაჩვენებთ. და რავი, ვეცდები რომ ყველაფერი გადავიღო რა. და შეგახსენებთ მეგობრებო, რომ ჩემი ვლოგების სპონსორია ასლა. და მადლობა მათ, რომ მადლევენ საშუალებას შევქმნა კონტენტი თქვენთვის. ესე გამოიყურება გზა Times Square-ისკენ. აი ესე გამოიყურება ჩვენი Times Square. სალამაზია.
ჩემი ძველი მაყურებელი ვინც არის, ალბათ ახსოვს ჩემი რეაქციები პირველად რო აქ ჩამოვედი. იმის მერე კიდე ორჯერ ვიყავი. ეს უკვე მეოთხე ვიზიტია და არაფერი შეცვლილა რა. ისე მომწონს აქაურობა, ისე აბედნიერებს, აი უბრალოდ ქუჩებში სიარულით რა, უმისამართოს. აუ ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. და თან განსაკუთრებით წინა საახალწლო პერიოდში აი რაღაცნაირი ვაიბია რა. სასიამოვნო და დადებითად იმუხტები. თვალთა შორის ბევრად მეტ ხალხს ველოდი აქ რაღა დაგიმალოთ. არ არის ბევრი ხალხი. ხალხი ადგილზეა. რა, ნახე რა, თავი ფილმში მგონია რა. ფოტო ხო არ გადავიღოთ. How much? $10. Yes. For Instagram. Yes. Good photos, good quality. Okay? For my feed. Okay, let's do it. ანუ აქ ძალიან ბევრი ფოტოგრაფი დგას და $10 ღირს ფოტოების გადაღება ხარისხიანად გადაიღებთ რა. დამუღამებული აქვს ამათ ადგილები. 5 წუთში გადავიღეთ ფოტოები. უცები airdrop-ით. გადმომიგზავნა. ეგ არის. დავდებ ახლა Instagram-ზე. შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ ეს ვიდეო. სანამ დაიდება, ამ ფოტოებს დავდებ. ერთი ფოტო ღირს $10, სამი ფოტო ღირს $20. ანუ ბევრს იღებს რა და მე უნდა აარჩიო. აუ, აცივდა, ბიჭო, მე კიდე აი ეს კურტკა და შიგნით მაიკა მაცვია და ეგ არის, всё. Saks Fifth Avenue-ზე მოვედი. სავაჭრო ცენტრია, რომლის კედელზეც არის რაღაც ესეთი წარმოდგენა. ძალიან ახლოს ვარ და კარგად არ ჩანს. მეორე მხარეს არის Rockefeller-ის ნაძვისხე. მაგარი განწყობა, რა სიტყვით. აი, საახალწლოდ გონია, რომ საუკეთესო ქალაქია ნიუ-იორკი. მეორე მხრიდან უფრო კარგად ჩანს, მოდი გადავიდეთ. რა ამბავია? გამატარეთ. აქ რა ამბავია? She wants to cross over. ესეც ჩვენი ნაძვისხე. ყველაზე ლამაზი საახალწლო ნაძვისხეა ჩემი აზრით Rockefeller. ნახეთ რა ზღაპრულია. ვაუ. მოკლედ ესეთი ამბავია, აქ სრიალებს ხალხი, საციგურავო მოედანია. ჯადოსნური გარემო მართლა და ნახეთ რამდენი ხალხია. სამჯერ ვარ ნიუ-იორკში ნავყოფი და სამჯერვე დეკემბერი. საახალწლო. რაღაცეები ვიყიდე და მე ვეგასში ჩავიცვამ და გაჩვენებთ რა ვიყიდე. წავედი ხა ნომერში. სხვადასხვა დღეს არის 4 დეკემბერი. რაც იმას ნიშნავს, რომ სულ 4 დღეა, რაც ეს ნაძვისხე ანთია. ყოველთვის 1 დეკემბერს ანთებენ ხოლმე. მოვედი სახში მეგობრებო. და ნახეთ რა ვიყიდე. MacBook-ი ვიყიდე M4 ჩიპი იარი $1000. Ahora saca ahí. ეს მომენტი ყველაზე მეტად მოყვარს. აი ესე გამოიყურება ჩვენი ახალი MacBook-ი. ესე იგი, კიდე რაღაც ასაცმელები ვიყიდე, მაგას ვეგაში მე ჩავიცვამ, გაჩვენებთ რა, შეიძლება არც გაინტერესებთ. ხვალ უკვე უნდა წავიდე აეროპორტში და მიფრინავ ვეგასში მერაბის ჩხუბზე. Let's go. მოვედი ახლა აეროპორტში. Uber-ით $100 დაჯდა. მანჰეტენიდან აქ მოსვლა Uber-ით. ეს არის მეოთხე ტერმინალი კენედის აეროპორტის და არის შიდა ფრენები აქედან. 6 საათია სადღაც ფრენის დრო აქედან ვეგასამდე და ბილეთი არც ძვირი არ ღირდა. სადღაც რა ღირდა? $300-მდე რა. $100-ზე ცოტა მეტი ღირდა რა. აი აქ გადიხარ ჩეკინს. აქ უნდა ამობეჭდო შენით ყველაფერი რა. მე ჩანთაზე დააკრა და ჩააბარო.
ამასობაში დაიწყო ჩასხლომა ვეგასის რეისზე. დელტათი მივფრინავ და 6 საათი გვინდა ვეგასამდე. ჩამოფრინდი მეგობრებო. და როგორც კი შემოხვალ აეროპორტში სლოტები ეგრევე. ყველგან სლოტებია ამ ქალაქში. ახ. ეს არის გეითი. ეს არის სლოტები. წავედით ხა ვიღოთ ჩვენი ჩანთა. ბიჭები მელოდებიან აქ. მერე დავბინავდები და მერე let's go მერაბაშხუბზე. აუ ერთი სული მაქვს. ჩანთას რო ელოდები და ცოტა რო აგვიანებს შეგიძლია უცებ აქ დაჯდე. აი აქ რატო უნდა ითამაშო არ მესმის. თუ მაინც და მაინც თამაში კიდე წადი სასტუმროში ითამაში. აეროპორტში რა მუღამია. მეგობრებო, ბიჭები ადგილზე არიან. აქ ვართ. მოდი ძმა, დაენახე ხალხს. სეზარ პალასში მოვედით. რაზე მოვედით? პიტერ ლუგარის სტეიქ-ჰაუსში მოვიდით აქ, რომ პროტეინი მივიღოთ სამ ჩხუბზე წავა და სამ გამომზადდა. ოკეი. ბოდიში. სტეიქზე არ ვიტყვი უარს. სეზარ პალასი მეგობრებო, აი ესე გამოიყურება. დავუტოვებთ ახლა ამათ მანქანას. რაღის პარკინგის ბაბას გაქვს. როცა ხედავ Lamborghini და McLaren და Mercedes მოდიხარ უკვე 100 დოლარი თვითონაც. ნუ 300 დოლარი დავიზა პარკინგი ამ. $300 სამ მანქანის პარკინგი. და კიდე ეს ტიპა დაიღო აქ დაეკლები. ესეც სეზარ პალასი. აი ესე გამოიყურება. ფეიკი მოვიდა. Here we go, boss. რა გამოიყურება? What we got here? ჯობია წინასას. ვიზუალით კი. Thank you. კარგად გამოიყურება. ნიუ-იორკში მაშინ ვერ ავიღოთ. ესე გამოიყურება ჩემი ნომერი სასტუმრო პარიზში. ესეთი აბაზანა და ნახეთ რა მხელა სივრცეა. ძალიან დიდი ნომერია. აბა ხედი ვნახოთ. აქ ყველაფერი ფასიანია. და ხედი. ესეთი ხედი მაქვს არ ჩანს არაფერი. აი ეს დასასმელი ვიყიდე ნიუ-იორკში მეგობრებო. როგორ მოგწონთ? ეგ არის მზად ვარ. წავედით T-Mobile არენაში. Main card-ი უკვე დაწყებულია. კაი დროს მოვედით რა. ნახოთ რა მოხდება დღეს. დღეს უნდა ვიზეიმოთ. რას უკვე როგორ მოიგებს სასომერავი? ბიჭო, მაგრამ მინდა რომ დააფინიშოს. მოდი მე ვიტყვე submissions. მე ვიტყვი ნოკაუტს. ნოკაუტი, submission-ი, decision-ი. decision-ი ყველაზე ნაღდი, გარანტირებული არის. ბიჭო, მე და მე ახლა. თავარია მოიგოს და ეგ არის. თავარია მოიგოს, ბაზარი არ არის, მაგრამ დაფინიშება გაასწორებს. ძალიან მაგარი იქნება რომ იანი დააფინიშო. აი თან რუსის დაფინიშება კიდე უფრო მაგრად გაასწორებს. ოპა. ავიდა. გუშინ ვეღარც ჩავწერე ვიდეო და ცუდ ხასიათზე ვიყავი, აი ისე გამიტყდა მერაბის წაგება, რომ რა ვიცი. მაგრამ ეგ არაფერი, სპორტის ნაწილია წაგებაც, ამით არაფერი არ მთავრდება, დარწმუნებული ვარ მერაბი ძალიან მალე დაბრუნდება და ისევ დაიბრუნებს თავის ქამარს. აი ჯერა მაგის რა თქმა უნდა ყველას გვეწყინა გუშინ, აი არ ვიცი, ვერ აგიხსნით ჩემ ემოციებს იქ რა ადგილზე. რას განვიცდიდი რა, თან მაგ ტიპთან წაგება ორმაგად მტკივნეული იყო რა, ვერ ვიტან იანს. მოკლედ გათენდა როგორც ხედავთ აქ, ეხა ბიჭები მოვლენ და მივდივართ ტრეკზე. უნდა ვაგაზაოთ სპორტკარები. მოვედით მეგობრებო. ეს არის Speed Vegas. აი ესეთი ადგილია. ტრეკია. სადაც სპორტკარებით
შეგიძლია იარო რა. აბა ბიჭებო თქვენ რა მანქანები გყავთ? მე მყავს 286 GTB Ferrari, მე პისტა. ყველაზე მაგარი რომელიც 488 პისტა. ყავს გიორგის ეს ხოსოს რა. მე ავენტადორი ხო? შეიყავს Estio, Hurricane. Estio. Hurricane ავიღე მე. იტალიელების შეჯახება არის. რავაი ძმაო. Lamborghini და თან შენ რომელიც ყავს ეგ იმენა ამისთვის არის. ხო. ეს მოსახურებში შენ უფრო დიდი ის უნდა გქონდეს რა. მაგრამ ჩემი გამოცდილება ძალიან დაბალია. ინსტრუქტორი ხო გეყოლება? მანქანების არჩევანია ძალიან დიდი. ჰა? $300 რა. $300. ესე გამოიყურება ჩვენი ტრეკი. ახი რა მაგარია. აუ რა მანქანებია. შენი რომელია? აუ რა კაებია. ახეთ მეგობრებო. რა მანქანებია? ესაო? ეს არის მე მგონი ჩემი. კეთილი იყო ჩემი ფეხი. აუ რა კაია. ეს რა თბილისში მყავდეს? აგერად გაასტორებ. საერთოდ ძნელია ჩარჯზე გადმოსვლა რა. მაგრამ გავიჭირებთ. ხელი დაადეთ, რომელი გინდათ ჩამოგიყვანთ. ძალიან ბევრი ხალხია სხვათა შორის. ჩვენ ახლა რიგში გვიწევთ დგომა, გაიხანია უკვე აქ ვდგავართ და ველოდებით ჩვენ რიგს. ბევრი ადამიანი იღებს გამოცდილებას აი ამ ეგზოტიკური მანქანებით ტრეკზე. მეგობრებო, გამოიწერეთ რა ეს არხიც 100.000-ზე ვერ ავედით იმენა აქ. ავიდეთ მალე რა. ეს არის ჩემი მომავალი მანქანა რა, რო იცოდეთ. მოდი ჩავჯდეთ აბა ამ Ferrari-ში. Ferrari მაინც სხვა დონია რა. ისე სხვათა შორის Lamborghini-ის სალონი უკეთესია. რაღა დაგიმალოთ. ეს ახლა ცოტა ძველი Ferrari-ც არის. მაგრამ სალონი რავი, დიდი ვერაფერი რა. მაგრამ გარედან ძალიან კლასია. ეხლა შევეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო სწრაფად დაფარავს ამ წრეებს. წაგებული ორი რაღაც ვაკეთებთ, ხო? რაღაცას ვაკეთებთ, კი. წაგებული კაზინოში დებს $500 და თუ ანწითაზე აშავზე და თუ მოიგო აძლევს მოგებულს. კი ბატონო. სწორია. და ასევე წაგებული ჯდება დრიფტ კარში, ხო? კი. Let's go. ოკეი, დრიფტ კარში ჯდომა დიდად არ მიყვარს მეგობრებო. რამდენია რეკორდი? დღეის რეკორდი არის 1-დან 0.3? არა, ეს მანძილია. თავარია 20000-ზე ახლა. მე მგონი აქ ვაფშე ვერ მოხდები. მე მგონი ძალიან ნელაველი მეგობრებო. შეგიძლიათ ვიდეო გადახვიდეთ და ბიჭების არხზეც ნახოთ. ბევრად კარგი ხარისხით. მაგარი კამერით იღებს ჩვენი ძმა. Not knowing what to expect, right? So what we'll do is we'll take that first couple laps, find the good flow, and then we'll build together. Let's go. Other than that, the brakes and the gas, they're quite touchy, so we just want to be as smooth as we can, all right? You ready? Okay. არაზრუნში დავარ ეს სწრაფ მანქანაში და მით უმეტეს ტრეკზე და რავი, ნახოთ როგორ გამომივა. რა შედეგს დავდებ. Let's go. All right, you ready? Yeah, I think yeah. Brake. One downshift. All of it. Good. Light brake. Stay. Tight now. Tight. Light gas. Turn more. აუ ეს რა იყო ბიჭო ესეთი გამოცდილება არასდროს არ მიღია ესეთი ადრენალინი თუ იქნებოდა ტრეკზე მანქანის მართვა არ მეგონა ძალიან გაასწორა რა მიუხედავად იმისა რომ დიდი ალბათობით წავაგე იმიტომ რომ ძალიან ფრთხილად დავდიოდი რა ქენი ძმა ბიჭო ძალიან twin-ის შემიჭამა რომ თან ისე გავიდა ეს 6 ლაპრომა არ მგონიო ჩემი საუკეთესო დრო უკვე აი ხა არ გვინდა რა თქვენ რა ქენით მე ვერაფერი მე პირადად მეც რა მე 14 ვარ ძმა რა გინდა ვიღაცებს გაუგსარი
$500 მაქვს დასადები. უნდა ჩავაბარო. შაკო შენ უნდა დადო, ხო? ხო. და თუ მოვიგეთ, იღებს შაკო. რადგან ბოლო ადგილზე გავედი, მიწევს რომ აი ამით ვიდრიფტაოთ ტრეკზე. ოღონდ პროფესიონალი იჯდება საჭესთან და შაკოც გვერდდება. პირველი და ბოლო ადგილზე გასული წავდნენ ერთად და მეორე ადგილი არ იწვრება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მეორე ადგილს და ეგრე იყოს. ამიტომ მე კი ძალიან არ მინდოდა, მაგრამ ასიდა მიწევს. ზოგადად სხვა როზი საჭესთან და სწრაფად რომ ართავს, ვერ ვიტან რა და დრიფტი ხო საერთოდ. ბიჭო გაასწორა, მართლა გაასწორა, მაგარი. რომელი უფრო უკეთესი? ეს თუ შენ ვატარე? მე რო ვატარე. დაგვაღამდა. დღეს თელი დღეა აქავართ. დილიდან ღამემდე აქავართ. დასრულდა, მოკლედ ყველაფერი ვქენი და ეხლა მივდივართ კაზინოში, წაგებულმა უნდა $500, წითელზე ან შავზე და თუ მოიგებს მოგებული ჩვენი შაკო რომ მოვიგებთ. ჩვენი შაკო მიიღებს $1000. მოვედით კაზინოში და უნდა განვათავსოთ ეხლა ფსონი. ოღონდ როგორ გადავიღებთ არ ვიცით, იმიტომ რომ არ შეიძლება გადაღება. შორიდან მოვახერხოთ. შორიდან და აქვე მეგობრებო არ ითამაშოთ არასდროს მხოლოდ ლას-ვეგასში. მხოლოდ ლას-ვეგასში. აქ შეიძლება. ნახოთ ახლა რა მოხდება ჩვენ. ნახოთ რა მოხდება. აია. $1000 შეიძლება. ჩვენია. ამით იწყება ღამე გართობა ყველანაირად და ეგ გამარჯვებული აგერ აი. $500 შავზე გავუშვით და მოვიგეთ მეორე $1000. გადაეცემა ჩვენს გამარჯვებულს. ავიღებ და ეხა ამით გავაგზავნებთ. საღამო იწყება. ეხა იწყება, თავად დავიწყება. სტეიკის საჭმელად შემოვედით მეგობრებო, ერთ-ერთ რესტორანში. და ეხა მოგვიტანეს ხამონი. კიდე რაღაც მოვიდა ამასობაში. პირველი მომეწონა. წარე? წარე ერთ-ერთი არის. რა გემრიელია. ესეც ხამონი, ნახეთ რა მაგრად გამოიყურება. ახთით, კიდე რაღაც მოვიდა. ძალიან მადი სამძროლად გამოიყურება. გაასწორა. ხამონმა გაასწორა. მე და შემეძლოს გემოს გადმოცემა. საოცრება. სტეიკებიც მოვიდა. ძალიან გემრიელია. ყველა. ეხლა მოვედით შეკრებაა ქართველების და ველოდებით მერაბს. მერაბი უნდა მოვიდეს აქ და ნახავთ. ნახეთ რა მაგარ ადგილზე ვართ, უკან სფერო. და ეგ არის რაღაცა ქრისტმას ფართი რა. ეგეთი ამბავი გვაქვს. კაი სიტუაცია. გამარჯობა. შეგენაცვა. გამარჯობა, სასიამოვნოა. საუბრობ. ხარ და შენი. გაიხარე, მეც მიხარია. ყველა აქ მიცვარს, ყველა მეგზელია. კაი. აი სანით ბიჭებო. გაუმარჯოს. სასადმაოსო. სასიამოვნოა. შერავა. კარგად მან. ოხარ ხუთ. გაუმარჯოს, სასიამოვნოა ჩემთვისაც. გაუმარჯოს. აუხ. კარგად. კარგად შერავა. გუშინ მოვწერე. გამარჯობა. გუშინ ჩავყედი. გუშინ ხო, დილით. ვიყავი. თხუბზე ვიყავი კი. ეს მანქანაში 5 წუთი უნდა იყოს. ტელეფონებს გაჩეკავს. გამარჯოს. სასიამოვნოა.
სიყვარული გვაუხსენეს სოს ვიდეოებს უხსნით ხოლმე სიყვარული. ერთადერთი ვიდეო ვისაც უყურებ. აბლობა ძმა. ერა, როგორ ხარ? კარგი, სალამი. ინაცალი. მე შემოგევლები ყარხარ ძალიან ჩვენო სიამაყე ზონა გაგაჯერათ ელენსა სიამაყე მეჩინე პედიაშვილი ვარ სასამონოა გაიხარეთ საყვარელია. ყოფილი ჩემპიონი. რაც არ უნდა ბრძოლა ჩაატაროს 10 მერაბ ბალიშვილმა ჩვენთვის ყოველთვის ჩემპიონია. ყოველთვის ჩვენს დახვედრას და ჩვენ შეკვეთას, აი ჩვენს ამბობას გაუმართლებს რა. მე სპორტსმენი ვარ, ის სპორტსმენიც არის რა. ჩვენ ემიგრანტები ვართ და ჩვენ ყველა ბრძოლობთ აქ. მე აქტიგანზე UFC-ში ბრძოლობ. ზოგი სასამსახურში შევს და ოფისში. ხო, რა თქმა უნდა, თქო შევს და ყველა ვიბძვით, ხო? ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი კეთილი, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაში ერთი აგური დავდოთ და ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის, ხო და ყველა ჩვენ ბრძოლობთ რა და ყველას ერთად გაგვიმარჯოს და გაგვიმარჯ! ეგარის, ეხა ღვინო დავასწრე. ასე და ამგვარად მეგობრებო დასრულდა ფართი. მერაბი მშვენივრად გრძნობს თავს, დარწმუნებული ვარ რემატჩი იქნება და დაიბრუნებს ქამარს. და წარმატებები და მთელი გულით მასთან ვართ, მთელი საქართველო. მე ხა ხვალ მივდივარ ანტარქტიდაზე და ჩემს თავარ ძირითად არხზე დაიდება უკვე ანტარქტიდის ვიდეო იანვრის დასაწყისში წესით. ასე რომ საოცარი მოგზაურობები გელით წინ. წავედით.